სალამი ჩემო საყვარელო ქართველებო. მინდა ხვიჩას მიულოცო კუბის აღება. ჩემპიონთა ლიგის მოპოვება. ჩვენ საყვარელ ხვიჩას ერთადერთი კაცია, რომელიც არის ასეთი მეტი არ ყოლებია საქართველოს ამის დარი ფეხბურთელი, ვისაც უნდა ეწყინოს. არ ყოფილა ასეთი. ამას უნდა მაშინ ნაპოლიში რო იყო, მაშინ უნდა მოეპოვებია ესე, მაგრამ მილანი გადაეღობა წინ ბერლუსკონი და არ დაანებენ. ეხლა ჩემო ფეხბურთია, მაგრამ ეხლა გადავიდეთ პოლიტიკაზე და სხვა რამეებზე. გასულ ვიდეობლოგში, რო დავდები გასული ვიდეობლოგი, შეცდომა მომივიდა, შეცდომა დამავიწყდა. ალექსანდრე კახეთის მეფეს 4 შვილი, კი არა 5 შვილი ყავდა, ჩემოკარგებო. ხო და ისე იგი დავითი, გიორგი, ერეკლე, კონსტანტინე და ერთი ქალიშვილი ყავდა. ახლა უყურე, ერეკლე ძევლად აიმიქნა თურქებმა, ძევლად წაიყვანა თურქებმა, ერეკლე. ხო და კონსტანტინე შახაბასმა წაიყვანა. ხო და ისე იგი ისე მოაწყო, საქმე გამოზარდა, ესე ბავშვი იყო, გამოზარდა, შეაძულა მამამისი, მისი ოჯახი შეაძულა ყველაფერი, ხო და მე რო შეიქნა, რო გახდა, ისე იგი რომ გახდა ვაშკაცი არა, მე გამოუშვა ჯარით. ხო და ამ კონსტანტინემ ეს არის ისტორიაში შესული უარგესი მეფე და საზიზღარი მეფე, ჯალათი. კონსტანტინემ მისი მამამის თვალები დასთხარა. ხო და გიორგის თავი მოკვეთა. ხო და ერეკლე თურქეთში იყო. ეს გააკეთა, მაგრამ ხო. ეხლა გადავიდეთ პოლიტიკის საკითხებზე. პარლამენტის გადაწყვეტილების გარეშე ვერც პრემიერი და ვერც საგარეო საქმეთა მინისტრი ვერ უნდა მიდიოდეს ვიზიტებით ვერსად. ეს პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს. თორემ რა გამოდის? შემდეგ ვიღაცა საგარეო საქმეთა მინისტრი დააშავებს რაღაცას და ბრალდება მთელ საქართველოს. ამიტომ გინდა პრემიერი, მაგრამ უნდა გადაწყვიტოს პარლამენტმა. რომ ვიზიტების როდის იქნება და რა იქნება, პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს ეს. ეხლა თავარი, რომელიც მე მაინტერესებს. უყურეთ, კომუნისტების დროზე, თქვენ რომ აგინებთ ყველა კომუნისტებს და იმაშობით საფრთხობელა გონია, როგორ კარგად იყო აწყობილი ყველაფერი. უყურე, მატარებელი ლანჩხუთში, მე ლანჩხუთელი ვარ და ლანჩხუთში მატარებელი იყო, ისე იგი მახარაძე თბილისი იყო 12-ის ნახევარზე. 12-ის ნახევარზე. ხო და ბათუმი ცოტა მოგვიანებით მიდიოდა პირველის ნახევარზე. ხო და ეს მახარაძე თბილისი დილას იყო თბილისში ყოველთვის. დილას იყო. ახლა რამოდენაია, უყურე, მაფია არის ავტობუსების და მარშრუტკების მაფია არის, დააჯდა ხალხი და გაწმინდნენ ხალხი და გატყებული ხალხი ესედაც. ხო და ეს მატარებელი მახარაძე ბათუმ, იმას კაი, ბათუმ თბილისს დავანებებ თავს. არ მაინტერესებს, იქიდან ტურისტები მოდიან, მაგრამ ეს მახარაძე თბილისი არის ჩემოკარგებო, გურიდან მოდის. გამოდის მახარაძიდან, ჩემთვის მახარაძე იქნება სულ. ოზურგეთი არასწორი სიტყვა. ეს თურქებმა გადათარგმნეს, ამიტომ გონიათ მათი. ამიტომ გონიათ მათი. იცით ალბათ რას ნიშნავს ეს? ხო, ამიტომ ეს გონიათ ზვიადიმ გააკეთა. ეს შევა ხო, ზვიადიმ გააკეთა, არასწორი ქმედება მისი. ხო, ეხლა აუცილებლად მატარებელი მახარაძე თბილისი უნდა გავიდეს ლანჩხუთიდან 11 საათზე, ან 12-ის ნახევარზე ასე. ასე უნდა მოხდეს, რომ როგორც იყო საბჭოთა კავშირის დროს, რომ ადამიანი, გურული, შრომელი და პატიოსანი ხალხი თბილისში რომ ჩავიდეს დილას. შემდეგ რომ მოაგვაროს საკითხები, რაც აქვს გასაკეთებელი და საღამოს, თუ იქნება მეორე მატარებელი კარგია, ეს ორი მატარებელი თუ იარს. მაგრამ
ერთი თუ იქნება საღამოს რაღაცას გააკეთებს, მარშრუტკას წამოღობა ან რაღაცას, მაგრამ დილას უნდა ჩავიდეს, რომ არ შეაწუხოს არავინ, ახლა ყველას უჭირს ახლა. ხო, ნათესავი რომ არ შეაწუხოს და ჩავიდეს დილას უნდა აუცილებლად. ბატონო ბიძინა ივანიშვილო, თქვენ გეუბნებით, მატარებელი მახარაძე თბილისი უნდა ჩადიოდეს დილას თბილისში, ლანჩხუთში უნდა იყოს 11-ზე ან 12-ის ნახევარზე. გაიგეთ ყველა კობახიძეს ვეუბნები, ხო და ყველას ვეუბნები, ასე უნდა გაკეთდეს ეს აუცილებლად. მე არ მოვისვენებ სანამდე ასე არ გაკეთდება. ვიდრე პირდაპირ მეხება, ხო ტყავს ვაძრობენ იქ. ხო და ეს მახარაძე თბილისი რომ არის ძალიან კომფორტაბელური მატარებელია, შესაერთებლები აქვს, ტელეფონის დასადენი, რაზეტკებიც აქვს და ყველაფერი კარგი მატარებელია. ხო და ასე უნდა მოხდეს ეს აუცილებლად. ეხლა შემოკარგებო კიდე მატარებელზე მინდა თქვა. რაღაცა გამოვიდა ჭორები რომ სექციები რომ დადის, სექციები ქუთაისი, ბათუმი, ამაზე უნდებიან თანხის მომატებას. როგორც იყო ისე ქუთაისიდან ღირდა 2 ლარი, სამტრედიის აქეთ 1 ლარი. ეს არ შეიძლება ამის მომატება. ეს თქვენი ბაბუა თქვენისი კერარა. დადი ეს კომუნისტებმა დაგვიტოვეს, ჩვენ ქართველ ხალხს. კომუნისტებმა საბჭოთა კავშირმა დაგვიტოვეს. არავის არ აქვს უფლება რომ ამას შეეხოს ამ სექციებს. არავის არ გაბედოთ ყველა იცოდ გეუბნებით. ვინც იქნებით იქინე. ხო, ახლა კიდე აუცილებლად უნდა აღდგეს რკინიგზის მონაკვეთი სამტრედია როსტოვამდე. გინდა სამტრედია ემამდე, რა ქვია, სოჩამდე. სოჩის მერე იქი დადის ყველა იმას ხარ. ეს მონაკვეთი უნდა აღდგეს და იგი ცოტაა დარჩენილი. ცოტა და აუცილებლად უნდა აღდგეს ეს მონაკვეთი, რომ რა ქვია, სამეგრელოს მოსახლეობამ, იმერეთის მოსახლეობამ შვება იგრძნოს. თქვენ რომ სპეციალურად რომ გაძვირდეს საკონელი, ამიტომ რომ აკეთებთ. წაიღოს იმ პასმა, ციტრუსი წაიღოს, წვანილი წაიღოს, რაღაცა გაყიდის თვითონ წამოიღებს, ზეთს წამოიღებს, კარაქს არ გვინდა თქვენი დამპალი პროდუქტები. არ გვინდა თქვენი კომპანიები და ზეიკინძის ზეხვი რა გვინდა. ეგერ ჩამოვიდან იმას, კარგი იმას რა ქვია, ზეხვებს. ასე რომ ეს აუცილებლად უნდა მოხდეს. ბატონო ბიძინა ივანიშვილო, ოცნება ქართულო ოცნება, ეს ასე უნდა მოხდეს, გაიხსნას უნდა მატარებლის გზა სამტრედია როსტოვამდე. ხო და რო დადიოდა მატარებელი მაგალითად სოჩი თბილისი, ძალიან კარგი მატარებელი იყო. თუ ახლა არა, მე თბილისი იგი რა ქვია, მოსკოვი იყო, ერევანი მოსკოვი იყო. ხო და აუცილებლად კიდევ რა უნდა იყოს ისი მატარებელი მოსკოვი წყალტუბო. აუცილებლად უნდა გაკეთდეს ეს, იმიტომ რომ წყალტუბო არის კურორტი, ხო და იქ ბევრი ჩამოდიან საგზურებით და იმით ხალხი. ეს აუცილებლად უნდა წყალტუბო, მოსკოვი წყალტუბო უნდა დაინიშნოს მატარებელი. ხო და კიდე სოჩა თბილისი თუ დაინიშნება ძალიან კარგია. ხო. ეხლა ხო რომ გლეხმა იგრძნოს შვება არ იყოს დამოკიდებული ამაზე მაღაზიათა ქსელები რომ მაგეს მართლა ქსელი და ობობას ბუდა. ეხლა შემოკარგებო ალიევს უნდა ბაქო თბილისი ყარსის რკინიგზის მშენებლობაზე ჩვენთვის დამაზიანებელი პროექტისათვის ჩვენ მოგვცეს კრედიტი. რაც გვინდა ან მაგის კრედიტი და თანაც პროცენტიანი. ახლა არ ვიცი, შეიძლება ის უპროცენტოს იძლევა, მაგრამ აქ ჩვენი იგენი უნდა, ჩვენმა ყალთაბადება უნდა ეს პროცენტები ჩაიჯიბოს, არ გამოგივათ ეს. და არ გვინდას სულ მე კატეგორიულ წინააღმდეგი ვარ მაგ პროექტისა. უნდა იქნას საქმე, ხო, ეს მონაკვეთი უნდა სამტრედია როსტოვის მონაკვეთი უნდა გაკეთდეს, უნდა აუცილებლად უნდა ამას. ხო, და ეს ყარსის იგი რა ქვია, ბაქო თბილისი ყარსი უყურე ეს ამერიკელების ინტერესებს ემსახურება. ამერიკის ინტერესი ჩვენ არ გვინდა ჩვენ
მოგძულდა ეს ამბა ევროკავშირი და ამერიკის ძახილი. ეს ასე. ეხლა შემოკარგებო მოვისმინე ერმილე ნემსაძისა და დიტო ჩუბინიძის დიალოგი. ბევრ რაიმეში ვეთანხმები მათ, ბევრ რაიმეში. განსაკუთრებით მინდა ერმილე ნემსაძეს უთხრა. როგორც რომ პაპუაშვილს ელანდება, მოლანდებები აქვს და ბოჭორიშვილს კიდე მოლანდებები აქვს, საბჭოთა კავშირი რაღაც არის, რა იციან, მაგრამ რა იყო საბჭოთა კავშირი, რა იციან, გაზრდილი არის ეფშტეინელების მიერ. ხო, რა იციან, მაგრამ რა იყო საბჭოთა კავშირი. ხო, რა საფრთხობელა გონიათ, არაფერი საფრთხობელა ცხოვრობ, კითხეთ ტრისტან წითელაშვილს ეგ, ცხოვრობდით, ხალხი ნორმალურად, ყველაფერი იყო. მე მანქანაში მყავდა მანქანა მაშინ. ჟიგული მყავდა, ხო და 40 ბაგის ვაფსებდი ყოველთვის. გავსეთ ახლა ბაგი როგორ გასავსებია. ასე რომ რუსეთი ჩვენ ისე რუსეთთან რომ გაიხსნება იგი და რუსეთი ჩვენ გას მოგცემს და ნავთობს მოგცემს იაფად. ეს ალიევი არ მომწონს მე. სულ არ მინდა მაგის არაფერი. დაგვანებოს თავი. ჩვენ რუსეთია ჩვენი ძმები და ირანია ჩვენი ძმები. გმირი ირანელი ხალხი და გმირი რუსი ხალხი. ვისაც არ მოგწონს მიჩივლა დამტვარებთი აქში. ბევრ რაიმეში ხო ვეთანხმები მათ. განსაკუთრებით ერმილე ნემსაძე. ასე ნუ მოიქცევი ერმილე ნემსაძე თქვენს პაპუაშვილის და ბოჭორიშვილს მოიქცევით. მე ვატყობ ლაპარაკში რომ თქვენ სტალინი გიყვართ. საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ არ იყავით, გონია რა თქვით თქვენ? ისე იგი ბრეჟნევის პერიოდი იყო, სწორი ხარ ამაში 100%-იანი ხარ. თუ რამე საქართველოში სახლები მე თვითონ შენებელი ბრიგადირი ვიყავი. ხო და თუ რამე სახლები აშენდა, მე ვანგარიშობ კერძო სახლებს, კერძო იგენი რომ მუსა. ყველაფერი აშენდა ბრეჟნევის დროს. ბრეჟნევი იყო ძალიან კარგი ადამიანი, ულვაშა ადამიანი იყო და არ იყო მელოტი. მე შემდეგ მოეთრია ეს გორბაჩოვი, მელოტი და უბედური. ხო. ეს ასე იყო. ახლა მომისმენე ბატონო ერმილე. ბიძია, ბაბუა, ერმილე. იმას არ უნდა სწავლება, დიტო ჩუბინეძე მიცის რაც იყო საბჭოთა კავშირი. მოგწონთ თუ არა ეს თქვენ დღესდღეობით პარადი მიყავს ვლადიმერის და პუტინს. სოფლიოში პარადი მიყავს ამ კაცს. თქვენ გინდა დაიჯერეთ, გინდა არ დაიჯერეთ. ხო. შემდეგ სი ძინპინი და შემდეგ ტრამპი. კი, შემოკარგებო. რაც ილაპარაკეთ, იგი მაქვს ერმილე და დიტო ჩუბინი, რაც ილაპარაკეთ, სწორი ხართ. მაგრამ სერგო ორჯონიკიძეზე თქვენ არასწორად ვჟელობთ. მან კი არ გააჩუქაო და იგი ვინ კითხავდა სერგო ორჯონიკიძეს? ვინ კითხავდა სერგო? სტალინი იყო მთავარი აქ. ხო და ისე იგი ხო პრინციპში მართალი ხარ, მაშინ ისე იგი იმ პერიოდში იქაც მაშინ რუსეთიც იყო, ეფშტეინელები არ იყო მაშინ, მაგრამ ლიბერასტები იყო. ტროცკი და იგენი. მეხუთე კოლონა. სტალინმა აგერ 1925 წლის მერე იქნა ხელში აიღო იგი რა ქვია ხელისუფლება. ხო და სერგო ორჯონიკი კითხეთ, მაგი გრიშა ონიანს კითხეთ, ვინ იყო სერგო ორჯონიკიძის გაკეთებულია ეს ქარხნები და იგენი. მე რომ ბერიას და სტალინს რომ მიეწერა, იგი სერგო ორჯონიკიძე ამუშავებდა ამ ქარხნებს და იმას. მძიმე მრეწველობის მინისტრი იყო სერგო ორჯონიკიძე. ეხლა შემოკარგებო, მე არ მინდა ამ პარტიაში, პარტია ისა ქვია სოციალისტური ბლოკი, კონსერვატიული, საერთო სახალხო მოძრაობა. მე არ მინდა ამ პარტიაში ხელისუფლების მახებარი ხალხი.
რომ აქებს ხელისუფლებაზე თუდა რა აქვს საქებარი ხელისუფლება ამ ჩვენ ახლანდელ ხელისუფლებას საქებარი აქვს რამე არ მინდა ასეთი მახებარი ხო ასევე არ მინდა ის ხალხი ვისაც არ უნდათ რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობა ხო და რაღაცა კავშირში უნდა შევიდეთ ჩვენ რომ ქოლგა ისე დაცვის ქოლგა კონდეს დაცვის ქოლგა ამიტომ აუცილებლად უნდა შეიძლება იქიდან იმ სომხეთიდან სულ წამოვიდე აქ რო იყო ბაზა მერიაში და მაშინ რო იყო ბაზა ის ხო წავიდა სომხეთში იქით კაცასურა რუსეთისკენ იქით წავიდა ეხლა უნდა დაბრუნდეს უნდა მერიაში და მაშინ რა ქვია ბაზები დაბრუნდეს უნდა რომ კონდეს ჩვენ ქოლგა ხო რომ რუსებს იმას ეკიშფებით არა ირანმა არ დაგარტყათ იმას რომ აშენებთ და 50 საათულა იმას ერთი არეშნიკი ეყოფა იმას და დამთავრებულია იმის იგი ხო ჭუით იყავით პატარა მე თუ გავთხილებთ ჭუით იყავით ჩვენ წითელი ხაზები გვაქვს ჩვენ წითელი ხაზები მაგრამ ასე კი არა დააბრუნოს ჯერ რა დაგიბრუნოს მიწა დაგიბრუნოს დაგიდა დავარხვა გინდა იქ მიწაში ჩვენ უნდა დავიბრუნოთ უნდა აფხაზი ხალხი ოსი ხალხი უნდა დავიბრუნოთ უნდა შეიქმნას როგორც იყო ისი არა აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა ხო და ავტონომიური რესპუბლიკა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა და ოსეთის ავტონომიური ოლქი იყო შემოკარგებული ოლქი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა იყო ასე იყო ეს ეს უნდა დაბრუნდეს ზუსტად ხო ეხლა შემოკარგებელ თუ კიდევ დააფინანსებს საპატრიარქო ეგრეთ წოდებულ ვაი-პატრიოტთა ალიანსს ხომ გამიგეთ დევდარიანს ხომ აფინანსება პატრიარქის ხომ ნაცესტავი ხო იყო იმას საპატრიარქო აფინანსებდა მერე კიდე აქეთ აგეს ნაწილს ოცნება აფინანსებდა ახლა კიდე ერთი რამე ვიცი მაგრამ არ მინდა ქალი ვახსენო აქ ადამიანი ქალი ბატონი არ მინდა ვახსენო ამიტომ ქართული ოცნება და საპატრიარქო აფინანსებს ამას არ ეყო თარხან მოულავს არ ეყო თანხა სქელი დიდი მუცელი აქვს და დიდი იგი აქვს რა ქვია ხო და არ ეყო ეს თანხა და წავიდა ევროკავშირიდან დაასმინა ქართული ოცნება თქვენ დაგასმინათ ქართული ოცნება ამ კაცმა ამიტომ მე ამ იმაში მაგერ ახლა ვიტყვი მიმყავს ჩამოწერილი ხო და ასეთი ხალხია ეს რომ იმას ირმა ინაური რომ გადასცემს იმას რა ხო და 8 ნომერს მიეცი ხალხო გეუბნებით ქართველო ხალხო თუ გინდათ სიკეთეთ თქვენი ოჯახებისა თქვენი შვილებისა არ მიცეთ ხმა 8 ნომერს მოგვეცით 2 ცხრიან საქმე ერთი ცხრიანი მინდოდა მე მაგრამ წაგვართვა იმან ხაზარაძემ ხო და ის მოსმინა ჩემ ლაპარაკს ისე უყურე ახლა უყურეთ აგიხსნით კიდო ხალხო უყურე ჩვენთან კოლხეთში და საქართველოში მზე ყოველთვის 9 თვალაა შემოკარგებული 9 თვალამდე დაკაშას ჩვენ ბედნიერ დიდ სამშობლოს 9 თვალამდე დაკაშაშებს ასე იყო ლექსი ახლა უყურე ისრაელში არ არის 9 თვალამდე 8 თვალა არისო იძახიან 8 თვალაო და მე მგონი საფრანგეთში იმაში საბერძნეთშიც ასეა ხო ამიტომ უყურეთ ახლა რვიანი რომ დაიკერეს ამ ვაი-პატრიოტებმა ვაი-პატრიოტთა ალიანსს ასე იძახის ნემსაძე და ასე იძახის ბევრი ხალხი ხო და ისე იგი 8 ნომერი უყურეთ ახლა 9 ნომერი რა 9 ისე ზევით რგვალი ისე მზე და ქვევით ნამგალა მთვარე მზე და მთვარი არის 9 ნომერი 9 თვალა მზე ხო და ახლა უყურეთ ახლა მას პატრიოტთა ალიანსი ვაი-პატრიოტთა ალიანსს რომ აქვს რვიანი შემოხაზეთ ვერას გაგიკეთებს თქვენ ინაური და თარხან მოურავი მოგცემს რაიმეს
აგერი თვითონ ქართული ოცნება ფინანსებს აგენ და საპატრიარქო ჩემო ქართველო ხალხო ხმა მოგვეცით 99 ნომერს სოციალისტური ბლოკი კონსერვატიული ეს ბლოკი უნდა იქნას გაძლიერდეს უნდა ხო ხო ასევე ქართული ოცნება ვერ დაფინანსებს პატრიოტებს ვაი პატრიოტებს მაშინ კანდიდატების სია გადაიხედება ჩვენი პარტიის ხალხო ნუ მოусმენთ ამ ყვარყვარების ირმა ინაშვილი ყვარყვარე და თარხანმოურავი ყვარყვარე ნუ მოусმენთ ამის ლაპარაკს თორემ კვიციანი წესიერი კაცი და პატიოსანი კაცი წავიდა ამ ვაი პატრიოტებიდან ხო ეხლა ხო ხალხო ნუ მოусმენთ ამ ყვარყვარებს რომლებმაც თავისი დამფინანსებლები ქოცები დაასმინა ევროკავშირში ეხლა ხო მატარების გაზიარება ხო ეს სექციები რომ დადის სექციები ეს ბაბუა თქვენის ქონება კი არ არის ეს სექციები ეს ჩვენ ქართველ ხალხს დაგვიტოვა კომუნისტებმა ეს კირიგზა ხომ ნიკოლოზის გაყვანილია და ეს მატარებელი ეს სექციები რომ დადის ელექტრიჩკას რომ უძახიან რუსულად რა ესენი დაგვიტოვა ჩვენ საბჭოთა კავშირმა არავის არა აქვს უფლება აქ გაძვირდეს ან შეეხოს ქუთაისიდან უნდა იყოს 2 ლარი მიდან სამტრედიდან 1 ლარი 100 უნდა იყოს ეს არავის არა აქვს უფლება ამის ეხლა რაღაცა მომხდა ყურში რომ ვითომ აგენტები დაუჭირავს ხო და გულბათ ცხილაძე შეუყვანიათ აგენტებს რისი აგენტია გულბათ ცხილაძე აგენტი აგერ ყავს საქართველოს პატრიოტებში დავით თარხანმოურავი ხო რა ჭუით იყავით პატარა დაანებეთ სანამდე გააბრაზებდეთ პუტინს თქვენ და რაღაცას მოიმკით ისო ამ გაბრაზებით ამიტომ თუ რამეს ამას არ შეხოთ გულბათ ცხილაძეს ისო თუ არ გაგახარებთ არცეც რას ერჩით ამ პატიოსთან ადამიანს მასზე გული ხო მასზე მეტი აგენტი ვერ ნახეთ საქართველოში ეგ რომ ყავს თურქეთის აგენტი კიდე ნაგაიძე რომაა და თიგი რომაა იმას მიხე იგია და საჭირავი ხო ვერც თურქეთის და ვერც მოსადის აგენტები ვერ მოძებნეთ არა ეხლა შემოკარგებო მინდა სია დავასახელო სოციალისტური ბლოკი კონსერვატიული და მე საერთო სახალხო მოძრაობა ეს მაგრამ სოციალისტური ბლოკი კონსერვატიული ნომერი 99 პირველი პატარაია თემური მეორეზე X მყავს ჩაწერილი ეს არის ჩვენი ყულაბა ხო და იმას ჩაждდება მე მის დაგვეხმარება ესე იგი თანხების გამოტანაზე თანხების დაგროვებაში და იმაში იქ ჩაიწერება ის ადამიანი მესამე პატა აბულაძე მეოთხე თემური ფიფია მეხუთე მიხეილ ჟღენტი მეექვსე გულბათ ცხილაძე მეშვიდე ტრისტან წითელაშვილი მერვე ვალერი კვარაცხელია მეცხრე კახა კუკავა მეათე ემზარ კვიციანი მე-11 ნანა ალთინოკი მე-12 თამაზ გელაშვილი გიდრო ჩუბინიძესთან გამოდიოდა ის ესე იგი მე-12 ნომერზე შემდეგ რამაზ ღვალაძე მე-13 ახლა არ დავასახელებ ნომრებს შემდეგ რამაზ ღვალაძე რამაზ გაგნიძე დავით თორდია გიორგი ქარდავა ზური მახარაძე დიტო სამხარაძე ირაკლი უბილავა ცოტნე მარღია გიორგი ირემაძე თემური მაკარიძე ილია ლობჟანიძე მერაბ ჭიქაშვილი ნუკა არველაძე მამუკა კარტოზია კოტე ფორჩხიძე დავით ჩუბინიძე ბესო ჩუბინიძე დავით გირგულიანი ახალგაზრდა ბიჭია სვანი ნატა არღულიანი გიორგი არღულიანი გრიშა ონიანი გია კორკოტაშვილი ქეთინო თხილაიშვილი კონსტანტინე მორგოშია შეგარიგოთ უნდა რამოდენიმე პიროვნებები ერთმანეთთან ხო შემდეგ
38 მეორე პუნქტი 38 შოთა მარტინენკო, თინა თოფურია, კახიშვილი, ირაკლი მარტინენკო, კახა ზაგანია, დემური გიორხელიძე 53 ნომერი, გიგლა გეგუჩია, თუ გობეჩია, თუ გეგუჩია, კარგად არ ვიცი. ხო, პროფესორი რომა. შემდეგ ზაზა გვიმრაძე, ირმა ცენტერაძე, ნანა კობახიძე, ფრიდონ ინჯია. ნიკოლოზ სწავლობს გონია იქ იმაში ხო და მაგას ადექცე რუსული პასპორტი თუ აქვს, აქანა ვერ მიიღებს. შემდეგ ფრიდონ ინჯია ესე 52. ვაჟა ოთარაშვილი, დიმიტრი ლორთქიფანიძე, გიორგი გოგია, ჯონი გენერალ ლეიტენანტი ჯონი ფირცხალაიშვილი. 53 გენერალ ლეიტენანტი გურამ ნიკოლეიშვილი. 54 ჯონდი ბაღათურია. ეს არის ჩემი ჩამოწერილი სია. ვისაც არ გინდათ დამირეკეთ ტელეფონზე 555 10 18 45 დამირეკეთ ამ ტელეფონზე. ვისაც არ გინდათ ამოგვიდა. პირობები იცით. ჩვენ რო შევდივართ პარლამენტში ღებულობ ჩვენ ნახევარ ხელფას, რაც აქვს იგენ ქოცებს და იმას, არა? იმის ნახევარ ხელფას ღებულობ პარლამენტარები და დანარჩენი ნახევარი ისე რომ პარტია გაძლიერდეს, რომ ხალხს სტიმული ქონდეს, მარტო ჩვენზე იქნე 54 კაცი არა, ქვევითაც გვინდა ჩვენ პარტიის კანდიდატები გვინდა. ამიტომ ის ნახევარი განაწილდება ქვევით ქვედა იმაზე. თუ მოვასწარი ახლა იმასაც დავასახელებ. ხო დავიწყებ დასახელებას კარგი. ეს არის კანდიდატების სია. ლუიზა პატარაია, რევაზ სახვაძე იყო ტრისტანთან გამოდიოდა. თემური სამნიძე, დავით შხეტია, ბადრი ვადაჭკორია, ია ხალვაში, ნინო პაატაშვილი, თემურ ხალვაში, ნონა ხუციშვილი, ეკა ძამაშვილი, გუგა კობრავა, როზეტა კუპრავა, დავით ახვლედიანი, კობა კუპრაძე, ბელა ურუშაძე, ალა ალოიანი, თემური შენგელია, ნანა გულუა, ქეთი პატარაია, ნათელა სულუხია, შავლევ ჭოიძე, მარიამი ლომინაძე, მარიამი ელიეშვილი, გიორგი პაპასკირი, ბენო ხალვაში, ბესო ხალვაში, ნათია ცანავა, რევაზ ოკუჯავა, ბელა მოდებაძე, ნონა ჭკადუა, მონიკაშვილი ილია, კუნჭულია, თეთენგის კუნჭულია, ეკა სოხაძე, იკა ქობალია, გულადი ბერიძე, დათო პატარაია, ნინი ჯულაღიძე, სოსო მანჯავიძე, ლიანა რამაზაშვილი, ვაჟა პატარაია, მერაბი როყვა, გიორგი ახლოური, თათია გაბრიჩიძე, თამაზი მოლაშვილი, ზაზა შელია, თემური სალუქვაძე, გიორგი გაბიძაშვილი, აკაკი წურწუმია, ზია ბერიძე, დავით სულავა, თამუნა მიქელაძე, ბესიკი წულეისკირი, ზური ნაჭყებია, თამაზი სეირანოვი, ავიკ მელქონიანი, გიორგი ფოფხაძე, თემური მაისურაძე, დავით ნემსაძე, ლიკა გაბრეკელია, არ ვიცი მე მგონი წაიყვანეს თუ არაა წაყვანილი, მაშინ არის ჩვენთან. შემდეგ ერმილე ნემსაძე, დავით ორივე ძმები. 61 თათია მაჩაიძე, 62 მანუჩარ მაჩაიძე. მე თაია გვარი არ ვიცი. ალექსანდრე ზირაქიშვილი, გიორგი კერესელიძე, გია გაჩეჩილაძე, ნონა ჯღარკავა, სპირდონ ცქიფურიშვილი, ზეზვა სარდალაშვილი, ნიკა ჩირგაძე, ზაური აბულაძე, ელდარ კუპრავა, ივანე მეფარიშვილი, გიორგი ქარსივაძე, ოთარი ჯულუხაძე, ბაქარი ბერეკაშვილი, დავით კალანდია, ნიკა ბექაური, მაია ნიკოლეიშვილი, შოთა ისტორიკოსი არის სუსტი ბიჭია, ფერაი კურბანოღლუ, ზურაბ ბუჭველაშვილი, ამირან წილოსანი, თამარ ალადაშვილი, ლევან მამფორია. შემდეგ მარიამი გონაშვილი, რუსუდან მახარაძე, მაიკო მელაშვილი, მერაბი, შმაგი ლურსმანაშვილი, გია გოთუა, ხამლეტი ჭიპაშვილი, ლელა ლიპარტია, ნინო რატიშვილი, თამარ კიკნაძე, თათია გაბრიჩიძე, ნინა ტარასოვა. შემდეგ შარქრო ჩანქსელიანი, ჯუმბერ თავართქილაძე, გოჩა მაჩაიძე, ფეხბურთელი რომა.
შორენა გიორგაძე, ალიკა ასლანიანი, თემური გოქსაძე, ლიზიე შერვაშიძე, დოდო ბაღდავაძე, რომან ჩხაიძე, ბაჩო სილაგავა, რუსო დოღონაძე, დავით ჩირგაძე, კახა დაუშვილი, ყობა სილაგავა, ქეთი დოლიძე, თორნიკე კერესელიძე, გიგლა გობეჩია, გოჩა მუმლაძე, გიორგი მდივანი, ლიზი სუხიაშვილი, სოფიკო სოხაძე, თეიმურაზ მელაძე, დავით კუხალაშვილი, გოჩა სურმანიძე, დავით მარგალიტაძე, არჩილ მინდიაშვილი, ენზელა მაღალაშვილი, მამუკა წკრიალაშვილი, პოლკოვნიკი, მაია მაჭავარიანი, ირინე გველესიანი, ვახო ფიცხელაური, იოსებ ჯინჭარაძე, ჯამბულ ქავთარაძე, ლევან კაშმაძე, გიორგი მამალაძე, ჟიული სეპერთელაძე, დავით ჭაბუკაშვილი, ნინო ჭიჭინაძე, ზაზა კაკალაძე, შალვო მაღრაძე, რომ იმასთან ერმილესთან გამოდის ხშირად ვიდეო ბლოგებს და ვალერი წულაძე, ირაკლი იმნაიშვილი, გია ბაინდურაშვილი, ზვიად ველიაძე, ნინი ლილუაშვილი, ფატი ბროლაშვილი, გიზო სილაგავა, ზაზა ფირცხალაიშვილი და მეორე აქ ორი არიან. ბესიკი ჯალაღონია, დემურ გიორხელიძე, დემურ გიორხელიძე აქეთ ყავს. ბოდიში დემურ გიორხელიძე აქეთ ყავს, აქ სხვა ჩაიწერება. ორ ადგილას მიწერია. ხო. სად იყო ის? გიორგი ახლოვით, ხო, აგერა. ო, დემურ გიორხელიძის მაგას სხვა ჩაიწერება აქვს. თეა გრძელიძე, იური სარჯველაძე, გიგა ჭაბუკიანი, ბახვა ურუშაძე, ზაზა არობელიძე, შემდეგ ეთერი გვარი აწერია გამომიგზავნა, ყუსა, გიო, თაზო და აბაშიძე არის ბათუმიდან ადვოკატი. შემდეგ დავით გაბიძაშვილი, ვაჟა ლომაძე, თენგო ომანიძე, გოჩა ჯოჯუა, დავით თარხან მოურავი, ჩავწერეთ აქ. თუ არ გნებავთ, დამირეკეთ ტელეფონზე და გაგრიცხავთ. თუ არ გნებავთ. შემდეგ დავით თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი, ირმა ცხორაგაული, ზაზა დავითაია, ზაქარია როჭიკაშვილი, ბესო ზუმბაძე, გიორგი ლომია, აკაკი ასათიანი, ბადრი ნატროშვილი, რუსუდან მახარაძე, ირაკლი დოკვაძე, ნოდარ გიგანი, ანტილა სლულუხია, ნაზიმ სირალიევი, ხათუნა მელიქიშვილი, გიორგი ლომინაძე, ენვერი ანდღულაძე, ცოფურაშვილი ანალიზებს აკეთებს ხშირად გამოდის ტისტანთანს გამავიწყდა სახელი, ედიშერ გვენეტაძე, ზურაბ ჩხაიძე, თამაზი ფირცხალაიშვილი, ზია მოდებაძე, რამიშვილი იბრაგიმი.